ჩვენი გადაცემის სტუმარია პატარების დიდი შოუს ზიზია წამყვანი ვასიკო ოდიშვილი აპლოდისმენტებით შევეგებოდი. მოგესალმები, ძალიან მიყვარხართ, მინდა დაგიდასტუროთ ჩემი კეთილგანწყობა და სიყვარული. ჩვენ ძალიან გვიყვარხარ და მეც ძალიან მიყვარხარ, დიდ პატივისცემა მიხარია, რომ დღეს 2018 წლის შემდეგ პირველად ხარ დღეს ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. ხო, საერთოდ ისა სტუმრად ძალიან იშვიათად დავდივარ და თქვენ რომ მიყვარხართ, აი ამის მოხვედი. დაგდე აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. როგორ ახარ პირველ რიგში? შესანიშნავად, იდეალურად გადასარევად. რა ჯობს მაგას. ვასიკო, ეხლა უნდა დავიწყოთ აუცილებლად პირველ რიგში საუბარი. დავიწყოთ. ახალ ამბავზე, ძალიან მაგარ ამბავზე. პატარების დიდი შოუ ზიზია წამყვანი თქო გამოცხადებაში თქვი და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მე მიყვარს ბავშვები ძალიან და შესაბამისად ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის ამ გადაცემის ძალიან მაგარი წამყვანობა. ნუ დარწმუნებული ვარ, ვიხილავთ როგორც მახსოვს 10 რიცხვიდან, ხო? 10 რიცხვიდან იმედის ეთერში. კი, 22 საათზე. კი, აუცილებლად. დარწმუნებული ვარ, ნუ ეხლა შენ უმაღლესი დონის პროფესიონალი ხარ, შენი საქმის ამაში ეჭვი არავის ებარება, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება პატარებთან მოურთიერთობე ვასიკო ოდიშვილი. ნუ ახოთ არა ვიცი, მე მგონი შემიძლია ძალიან კარგად იქნება დარწმუნებული ვარ და ნუ ველით, ესე იგი 10 რიცხვიდან. ისე რომელი უკეთესია, პატარა გადაცემა გქონდეს და დიდი ხელფასი თუ პირიქით, ანუ პატარა ხელფასი და დიდი გადაცემა? პირიქით. პირიქით? ხო. ახლა მიდი და გაიგი, ახლა რომელი იგულისხმა? კარგი, რომელიც არის ის ვიგულისხმა. მაშინ ასე გკითხავ, რამდენი ხანია რაც პატარების დიდი შოუ მიყავს? ნუ ჯერ ეთერში არ გასულა, მაგრამ აი ჩაწერების პროცესი. ერთი თვია. ანუ ერთი თვია რაც ვატიკო ოდითვილი ქალ. ხო და ეს ძალიან მახარებს. გახარებს. კი, იმიტომ ისე როგორი იყო მართლა ეს ბავშვებთან მოგვიყევი ორი სიტყვით დაგასპოილერე. ძალიან საყვარელები არიან, ბავშვი როგორ შეიძლება საყვარელი არის. ძალიან თავისებურები არიან. საკმაოდ რთული საკეთებელი საქმე არის, იმიტომ რომ ყველას თავისი ხასიათი აქვს. უფროსებსაც აქვს, მაგრამ პატარებს განსაკუთრებით. აი, რაღაცა შეიძლება აკეთებდეს, მაგრამ როგორი მომენტია, ეს 5 წუთის წინ აკეთებდა და ახლა აღარ გააკეთებს. რატო? იმიტომ რომ არ უნდა და მორჩა. მიდი და ახლა ხო, ახლა ხო იცი როგორ წარეკა ბავშვს და მე აბა მამიკო გენაცარი. არა მამა, როგორ იყო და აი ეს საკმაოდ ისე შრომატევადი საქმე არის, მინდა გითხრა. კი, დარწმუნებული ვარ და ახალი უნარჩვევებიც აღმოაჩინე შენს თავში. არა, ხა რადგან მამა ვარ მეც შესაბამისად ჩემი კი გაიზარდა უკვე და 23-ის ხდება, მაგრამ სანამ გაიზარდა მაგრამ მანამდე ხო გავლილი მაქვს ეგამდე. კი ბატონო. ისე რადგან ზოგადად ეხლა რომ გადავხედოთ შენს მოღვაწეობას მრავალწლიან სხვათა შორის ძალიან ბევრ წელს ითვლის მართლა ხო ტელევიზიაში ძალიან დიდი ხანია რაც კი ტელევიზიაში მე საერთოდ ბევრ მაინცის და 1999 წლიდან 1999 წლიდან 11-26 წელია ვასიკო ძალიან ბევრია საკმაოდ ტელევიზიიდან დავიწყე ძალიან ბევრია და 36 წლის განმავლობაში რაც კი წაგიყვანია გადაცემა ძალიან მაგრად გამოგდის და ანუ კარგად იცი წაყვანა ზოგადად და ჯიმის რო წაიყვანო აქედან თუ შეიძლება რომ აი მე მინდა გითხრა რომ ეკაცი ისე მიყვარს ხო სიამოვნებით წავიყვან სადაც არ უნდა იყოს მაგრამ მე ცოტა ეჭვი მაქვს რომ არ გამომყვება ეგაა პრობლემა ზოგადად და მეთქი იქნება ვასიკომ რადგან კარგად წაყვანა იცის ემას წაიყვანს მე თანახმავ კი ბატონო შენ თუ თანახმა ხარ მაშინ მე ვილაპარაკოთ დიდი სიამოვნებით და სიყვარულით მე ფულს გადავიხდი იმაში რომ წაიყვანო ისე წავიყვან არ მინდა ეს კი ბატონო მაშინ ძალიან კარგი არ შეწუხდე კარგი ისე როგორც მოხევეს დიახ ვასიკო გადაცემის წაყვანის დროს ყურში პროდიუსერი გელაპარაკება თუ ხევისბერი იცი რა არის, რაც გინდა ის დაარქვი, მაგრამ ისეთი მაგარი ადამიანი მესაუბრება. აჰა. ხევისბერიც არის ეგა. პროდიუსერიც, საქმის წოდნე, ყურში მოლაპარაკე ღმერთიც. რავი, რაც კი რამე არის, ჩემი ეკა, ნაცვლი არის ოქროს ადამიანი. ჩვენი ეკა, რა თქმა უნდა. ეგ არის ძალიან მაგარი გოგო. დიდი სიყვარულით და პატივისცემით, გეთახვევი. ხევისბერის თუ იყო ეკა, არ ვიცოდი, მაგრამ ეგეც შეძლებია ეკატერინეს. დღეის ამას იქით შეგიძლიათ ხევისბერი დაუწევთ. კი ბატონო. ისე სხვათა შორის ახლა, ნუ დიდი ხანია გიცნობ და ყოველთვის ისეთი ძალიან მხიარული, რაღაცა ენერგიული ესეთი ადამიანი ხარ. ეს მოხევურობა სადმე თუ გამომგიმჟღავნები მაგარი.
არა კაცო მე რაც მინდა არ მინდა კითხულობ ისე არ გინდა არ გვინდა რო ვიცოდე უბრალოდ არ გინდა დამიჯერე არ გინდა და ნუ მინდა კაცო არ მინდა აგა შენ აღმერთვა არა გადასარევა შემოგევლე იმერელი კაცი ხარ მეც ხო იცი რომ დედით იმერელი და მე მაგას ვამბობ იმერლები შენთან იმერული რეჟიმი მერთვება ხო აი იმერლები გრძნობთ ერთმანეთს და ეგ ამბავია რა ყოველდღიური აბები ასიკო ეს გადაცემა რომ არ გავიხსენოთ ღმერთი გვიწყენს ხო რა ვიცი ალბათ კი ბატონო მიყავდა ყოველდღიური აბები და ყოველდღიურ აბებს რამე უკუჩვენებათ უქონდა ალბათ კი მაგრამ ჩემთვის არა ვიღაცისთვის ეკნებოდა ვიღაცისთვის ვისაც ქონდა კი ვხედავთ კაცო ეგ გასაგებია უცნაური სიტყვების მოგონება გიყვარს კიდევ ერთი ესეთი კარგი ნიჭის ფლობელი ხარ ხო ცვინი ხო თლაყვა მეცინება მაგათ რაღაცა თლაყვა რა რა მნიშვნელობა არა გავიგე რა დროს შევა გამოიღო ღრდე სივაძუა ვიცი რა წარწერა რომ შემოდის აი ხო არის რომ მაგათ შენ რომ საუბრობ ხო შემოდის ხოლმე ვიდეოში აი სივაძუა შემოდის ხო აი რაღაც ეგეთი არის რა სივაძუა არა ხალაზი და გრდღუ შეიძლება ქვემოთ იყოს, იმიტომ რომ გრდღუ ეხა უფრო ისეთი არის, გაიგე? აქ ქვემოთ წერია ვინ ხარ რაღაცა და ეთყობა ღრდუ. ღრდუ. ხო, ან გრბცე. გლა. ვიჭო რა კარგი ენა. რა, იცი ყველა არ შეუძლია ამის გარკვევა. არა, პრეზიდენტი ყავდა ეგეთ კიდე. ეგეთი ენით საუბრობ, მაგრამ შენ გაცილებით კარგად გამოგდის. რა ვქნა რა. ანუ ნახე, მაგალითად პატარების დიდი შოუ, რომელზეც ახლა ძირითადად ვისაუბრეთ. ანუ თუ შეგიძლია რომ დაანონსო ამ შენი გამოგონებული ენით. შემიძლია. რამე ისეთი რომ დაუკრათ, კარგი იქნება ეს. როგორი გინდა? აი ისეთი. აი დათა. ზაზუკა. კვიდი? ზაზუკა რო დაუკრა. ისეთი ლაცუცაცუ. კვიდი? ხორბანდურის ნუა თოლდურ შარბუნუნუ იმედის ეთერში ორშაბათს 22 საათს მადლობა რა კარგი მადლობა ასეთი გემრიელი გაცირებისთვის საკარგია ამ ნიჭის შესახებ სხვათა შორის არ ვიცოდი ეხა გავიგე და აწის კიდე ციფრული იუმორი არსებობს იცი როგორ არა პირდაპირ ნახე აი ეს არის რა ახე გეცინება ამაზე? არა. გინდა დატვირთვა გავზარდო 2. და მოქმედებს. ეს არის ციფრული იუმორი. იუმორის კარგი ყავი. მე მაქვს ნეკა. ნახე ხა მოვკავკავ და შემოვა კაცი. ხა? აბა. შევე? როგორ ახარ ბატონო გიორგი? ბატონო ვასილ. როგორ ახარ? მოგესალმებათ წამყვანი ტელეწამყვანი შოუმენი, რომელსაც რეუმატიზმები და კონკურენტები ერთდროულად აწუხებენ, ჩივი ჯაბასია მესადე. რატომ მომიყვანე ვასიკოდიშვილი? ვინ არის ვასიკოდიშვილი? რა უკეთებია ვასიკოდი? მე არ უნდა ვიყო წამყვანი. შენ აფერაც შეხედები. პატარების დიდი შოუ წამყვანი. ეს კლასიკურია. შეიძლება ცოტა ვაშკაცურად, ვიჯი? აგერ დაფინოსპორტ გიორგი, ჩამოუждები ეხვეწები. ჩამოუждები ვარ წეხან მოხსნეს თოვლის ბაბუას ცხვირზე ვიყავი მიკროფონი. მართლა რა სამბო ბიჭო უი ძალიან რთულია ალბათ. მაგი რა რთულია გიო შენ არიცი მე სადვარ კიდე ნამყოფ თოვლის ბაბუას. თოვლის ბაბუას ხვის ეიტანს კაცი. ხო ვახადები ხახაცები და პრეტენზიები. დამიძახე შენ. შაბოვიჩო რაღაცა წამყვანი გვინდა პატა. თემი ანგელოზებით ბიჭი კი ვარ ახლა მშობლების წყალობით და შარვალ კოსტუმით გამევიბრანჭე. მივედი წამყვანად და არაო ჯაბოვიჩო დირექტორმა მითხრა. ცალკე მემატკინა გული, ცალკე გიაბაღაშვილი გაყინეს ეგერ ის კაცი იმ შარვალ კოსტუმზე ვამბობ. ხო, მე ეს რა წესია ვინმე იგონა იმედის სამყაროებსო, მამაკაცებსო რეიტუზებუ დაგვეცვე შიგნიო. რა რეიტუზები? გას ვინ საიდან მოიდა? არა. რა ენა აქ დიმა ობოლაძეს ვიჭ. რა უბედური ენა. ესე იგი არა. პირველი სეზონი იყო და ჯაბოვიჩი უნდა გავაგდოთო. წამუბია წამყვანი ვიყავ. წამყვანი ვარ ვასიკო მივედი ახლა ასე მიმყავს ეგანაცება და ბოუში იყო ერთი კაი ნიჭიერი ტანმოვარჯიშე მოსულდა უთხარი ბიზია მე უთხარი გეღვეძე პახმელიაზე ვარ მისკდება თავი ნუტრიალო მაგძელზე დაანებე დავით ამაზე მე სპაიდერმენი ვიყავი გასართობწეთში მე სპაიდერმენს ვაკეთებდი მიმიქაროს ბეტმენი და ჰალკი ვიჯო მაგრამ გამომაგდო დირექტორმა ვიღაცა ბოუშმა მიუტლიკინე და შეხედე სპაიდერმენი როგორაა შეშუპებული სახეზეო და მაგის გამოგანდეს ხო გვებძვიან მე და
გოდერძი შარაშიას გვებრძვიან. გოდერძი რა შუაშია? არ უთქვია, ჯერ გოდერძისთვის? ხო. ეთქვია. არ უთქვია. ვისმინე. ზოგადად პროექტსაც გითხარი ორი. ძალიან კაი პროექტია, კაცო, მე არ მინდა ხა ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს, მაგრამ იყავი ვასიკო, მე უბრალოდ ეს მინდოდა წამყვანი რო ყოფილიყავი ფინანსური პრობლემები მაქვს და რაღაცა სესხის გაკეთებები და ჩარიცხვა მინდოდა რომ დამიფიქსირდეს მაგისტრის თუ არა წამყვანობაზე კი არ ვარ დაპეტებული. მე შეგაიგაძო წინა თვეში იქეთ ლარი ვალალო კოპალეიშვილს დაუმესიჯე, იქეთ ანიკე კუაცეკوانვას კლუბში ლარი, აგერ მარიამ შენგელიას ლარი და 20 გავარდა, ვიცი 3 და 20 თვეში და იმას ანაზღაურებ არ უნდა? მე შეგაიგაძო იმ დღეს ბოუში მოვიდა ონავარი, რომ მოგეკაი ბოუში. ჯაბოვიჩო დამიცა. მოდი ბიზია მე ვთხარ დაჭეკ და ვეკითხები ახლა კასტინგზე სანა ვასიკო მოგზანდებოდა ვანა და მე ვთხარ ბიზია 4-4 რამდენია და 17 ჯიმი ბიზიაო ამბობს ვთხარ სამჯეროდის გაწოდება ბიზია 9 ჯიმი ბიზიაო აბა მე ვთხარ იტალიის დედაქალაქი ბიზია ლონდონიო გააგდეს ეს ბოუში ეგ თუ ნეპოტიზმი არა ძლივს გამოვნახე საერთო ენა ბოუშთან და ის გააგდეს მაინავაი შეგაიგაც სტაფი მე ვასიკო ხა მე ვერ მოგიწმე შენ მიყვარ ხა მე შენ და გაფასებ რა გინდა ბოლოს დაბიდა და ვიტყვი მოკლედ არ უნდა ზედმეტი ლაპარაკი ამ გადაცემის წამყვანი უნდა ყოფილიყავი მე მოიცა აი ამდენი ხანია აქ ვარ და ჩუმად ვარ ხმას არ ვიღებ და მე რატო არ მოვიაზრებოდი წამყვანად შენ რა გინდა რა გინდა ბიჭო შენ რა გინდა ეს პატარების დიდი შოუა მოსუქებულების პატარების შოუ კი არა ვიო დირექტორთან ვიყავი და სათვალეები და ქუდიო ბავშვებს შეაშინებოდა რომ მოვიხსნა უფრო შევაშინებ ვერ გავიგე აი ვის რა მკითხო რა მოვკითხო რა ვიცი აქ სერიოზული ამბავი ესე იგი შენს გდომებია შენს კიდევ იმეს უნდა ერთი წუთი მოიცა ერთი წუთი წამყვანი მე უნდა ვიყო რატო მოდი აგე რატო უნდა იყო მოდი დაჯე ერთი წუთი წამყვანი უნდა ვიყო მე რატო დავიწყოთ იქიდან რომ პრაიმ შოუს წამყვანი ვარ კი ბატონო სეკვან ვარსკვლავში ვარ კი ბატონო კუნძულის წამყვანი კი ბატონო პატარების დიდი შოუ მაკაცერები აქაც არიან იქაც არიან და მაკაც არიან თან ახლა ხალხს უფრო ეს სიამოვნება ჩემი დანახო ეგრე არ არის კაცო კი ვიდრე ჯაბოვიჩის ხო ძალიან გაუბრაზდი მაკაც მაგრამ გეთანხმები შენი დანახო უფრო ეს სიამოვნება ანუ მოიწე ვასიკო აქ რა ხდება საერთოდ ვეღარ არ ვიცი მე მაგარს ვერთობი გააგრძე ანუ ესე შენს გინდა იმას არა ნუ ეხლა მე მგონი ასე უნდა იყოს რამე ხო ეს აჭარელი საიდან მე ჯერ რატო უნდა გემითვალისწინო მე სიმპათიური მამაკაცის აზრი გოგო ვარ ეს რომობი ეს ვირა ვიო სკანდალი იმედში. რატომ ვერ გახდა ლევან ჯავახიშვილი პატარების დიდი შოუს წამყვანი და ვინ დგას ვასიკო ოდიშვილის უკან? დეტალები ქრონიკაში 8 საათს. რა ხდება? რა დამაგებია. ისე რო ამგარიყავი და ამ ქრონიკაში მე თვითონ რო გამომეცხადებინა რომ პატარების დიდი შოუს წამყვანი ვარ თქვენ ვინ გააპროტესტებდა ინით ხო და რამეს მოიცადეთ რაღაცა ჩიკჩიკობ ენახეს ეგერ გია შეხვდა ბაგაშვილი მე უნდა ყოფილიყავიო იმას პატარების დიდი შოუ თოვდა და ხვიჩამაღლაკეზე გუჯამარდელიშვილი ხარ არ ყავს იყო მე რა გინდა შენ ლევანიკო მე შენ გაფასებ და ჩემი რაკის ვაფასებ ერთ ლაჩებია წამოდით ერთი თქვენ დირექტორთან რაღაცა გახათ ლაპარაკობ თქვენ და წამოდი ხო, მოკლედ, ესე იგი, რადგან ყველაფერი გადაწყვეტილია ჩემო ვასიკო. და ბიჭებს არ თვითონ აკლიათ თავისი გადაცემები. რას ამბობ კაცო, ოქროს ხალხი. რა თქმა უნდა. ხუმრობა იქით იყოს, მე მინდა კიდევ ერთხელ წარმატება გისურვო, რომელიც ისედაც არ გაკლია, მაგრამ კიდევ იქნება დარწმუნებული რა ამ პატარების დიდ შოუში რომ ნახავთ, ძალიან მაგრად იქნება ყველაფერი და ძალიან მიხარდება აუცილებლად და სანამ დაგემშვიდობები, მინდა ერთი რამ გაგახსენო. აბა დასაწყისში დავაანონსე ხო 2018 წლის ამბავი. ესე იგი 2018 წელს შენ იყავი ჩვენთან სტუმრად გადაცემაში. ოღონდ მაშინ ესე იგი ღამის შოუ გადიოდა. ღამის შოუ გადიოდა მაესტროზე. კი, ასე. კი. და იქ მოფიქრდა ესეთი ამბავი, მაშინ სოფლიო ჩემპიონატი იყო თუ არ ვცდები. სოფლიო ჩემპიონატი იყო, კი, კაცო. და ხორვატიას ვუმღერეთ ჩვენ სიმღერა, გახსოვს? ხო, აბა, კაცო, რომ მოუგეს. დინამოს მელოდია, ხორვატია გავიდა, ხო გახსოვს? კი, როგორ არ მოგს. მე დავორშუკერმაც რო სამადლობელი ვიდეო გამოაგზავნა, ეგეც ხო, ბევრმა არის ის ეგ ისტორია, სხვათა შორის. Thank you for all support during the World Cup. მოკლედ ეს სიმღერა, რომელიც შესრულდა იქ ღამის შოუში, გავიხსენოთ ეს ამბავი. ნახოთ ეხლა და ერთად დავთქვით.
გამარჯვების გზებზე ვდგებით, გამარჯვების სიმღერებით, გული უნდა ვიჭეროთ. გელა რანაირი ხარ გელა? შუქი ადგას თებს და ველებს, კლავაც ბევრჯერ ასახელეთ, საქართველო ბიჭებო. სულ პატარა სიხარულით, სულ პატარა სიყვარულით, შეჩამოდის სიდანო. საქართველოს სადიდება, გამარჯვება, გამარჯვება, ბიჭებო, ბიჭებო. მაცუკიჩ, რაკიტიჩ, კოვაჩიჩ, სუბაშიჩ, პერიჩიჩ და მოდრიჩ. ორე კრამარიჩი დავიდა, ხორვატია გავიდა. ორე კრამარიჩი დავიდა. ხორვატია ჩემი გადაცემის სტუმარი იყო ვასი გორდიშვილი. რამდენი დრო გასულა? რას დავაკვირდით, რომ ყველა ახალგაზრდები ხარ ჩემს გარდა. რა მაგარი იყო. კი, ძალიან მაგარი იყო და ეხლა გამეხარ, ეხლა დავაბრუნებდი 2018-ს. 2018-ს დავაბრუნებდი. არ იყო ცუდი 2018. კი ბატონო, ნამდვილად და თქვენთან ერთად ყოველთვის კარგია. ჩვენც გიხარია შენთან ერთად ყოფნა. ჩემო ვასიკო და როგორც იმ გადაცემაში 2018 წლის ლეგენდარული გადაცემაში აღნიშნეთ, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ვასი გორდიშვილი.